მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ქართული ტევის ერთგულო მაყურებლებო. ჩვენ განვაგრძნობთ გადაცემათა ციკლს პროექტის სახელწოდებით საქართველოს გუშინ დღეს ხვალ. როგორც ასეთი, მე გახლავთ თანგის დიხამიდია. მე გესაუბრებით ეროვნული მოძრაობის უზენაეს საბჭოსა და კონსტიტუციაზე ხელის მომწერთა გარკვეული ჯგუფით, რომელიც დობით აღჭურვილი პირებად და განვასახიერებ მხოლოდ და მხოლოდ მათ შეკვეთას და ნებას. როგორც ასეთი, შევეხეთ სახელმწიფოებრივ თემატიკას, ბევრ საკითხებს გავწვევთ, თუმცა ეს თემები ამოუწურავია სახელმწიფოებრიობა განსაკუთრებით დღეს, როგორც ასეთი და ამიტომ ვაგრძელებთ ამ თემას ხელი სისრულით, ვცდილობთ. ჩვენთან სტუმრად გახლავთ არქიმანდრიტი პეტრე ძინძიბაძე, როგორც ასეთი უნიკალური ადამიანი, შეიძლება ითქვას მეცნიერიც, მოღვაწეც, ბერიც, აღმომჩენის, საზოგადოებრივი ასე ვთქვათ ცნობიერების მაღალი მატარებელი, რომელიც ადეკვატური იყო ყოველთვის პროცესებისადმი. დიდი მადლობა მამაო პეტრე, რომ მოგზავნით. კეთილი იყოს თქვენი ფეხი. დიდი მადლობა. ნაყოფიერი რომ იქნება ეთვით არ მეპარება თქვენი თანამონაწილეობა არა მარტო დღეს და მე ალბათ შემდგომშიც ვესტუმრებით. ახლა თემატიკაზე რომ გადავიდეთ პირდაპირ კონკრეტულ საკითხებზე, ახლა გუშინდელი დღე პირობითად მამაო ჩვენ ავიღეთ პირობითად 1988 წლიდან ძირითადად და ადრეს. ეს პირობითად იმიტომ რომ მაშინ თუ ჩავყვებით სერლად, მაშინ ფარნავაზი და ქუჯიდან უნდა დავიწყოთ. ვისაც სურვილი აქვს ამასაც შეეხება და გადმოიტანს რაღაც ფრაგმენტებს დღევანდელ ჩვენს ყოფიერებაში და ჩვენ უშუალოდ გვინდა, მე ვიცი რომ თქვენ პარტნიორებიც ვიყავით რა თქმა უნდა ამ საკითხში, აი ეს ალბედითი დღეები მინდა გავიხსენო. სახელმწიფო გადატრიალება რო იყო, როგორც ასეთი, ჩვენი უბედურება ძირითადად მაქვს questionში ჩავარდნით იმაშოვა და ვერაფრით ვერ ამოვედით ბოლომდე და კიდე ახალი თემატიკები კიდე ემატება სამწუხაროდ და თქვენი მოქალაქეური პოზიცია ახლა თქვენ შენაც სახური იყავით და წარმოადგენდით დელეგაციას, რომელიც შეხვდა ბატონ ზვიად გამსახურდიას უზენაეს საბჭოს შენობაში და ისტორიისთვის ფასდაუდებელია ის, რასაც თქვენ, ასე ვთქვათ, გადმოსცემთ ამათ და ბუნებრივია შეკითხვებიც იქნება. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, რომ ისტორიას დაუტოვოთ, ჯერ ისტორიული მომენტები, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა, რეფერენდუმი და ასე შემდეგ. და ასევე ის ტრაგიკული დღეები, წლები შეიძლება ითქვას, როდესაც გაეხვია საქართველო ამ ომში და ესაც თავი ვერ დავახციეთ ვერაფრად ამ კრიზისს. ამიტომ ძალიან საინტერესოა და მინდა რომ ეს რაღაც არქივივით გაკეთდეს, რაც უფრო ისტორიულ თემებს ეხება და უმნიშვნელოვანეს საბედისწერო თემატიკებს, მით უფრო ფასეულია ასე ვთქვათ, იმ პერსონების გამონაკლისები, რომლებიც იმყოფებოდნენ, ასე ვთქვათ, აი ამ ტრაგიკულ ვითარებაში და ამ სიტუაციაში და გთხოვთ ერთი ორი სიტყვით, იმიტომ რომ მე ჩვენ გვინდა დღევანდელ ხვალდეშის გადმოვიდეთ, მაგრამ აქედან მომწყოთ. დიდი მადლობა ბატონო ცენგის მოწვევისათვის, დიდი მადლობა ჩვენს მაყურებელს. ადამიანის ცხოვრებაში არის მომენტები, როდესაც ნებით თუ უნებლიეთ რაღაც ისტორიული მოვლენის მოწმე ხდები. ეს მოვლენები ზოგჯერ იმდენად დიდია და იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ეს მარტო ჩვენ პიროვნებას არ ეკუთვნის, მე არ მეკუთვნის, ეს ყველას ეკუთვნის საქართველოს ეკლესიას, რა თქმა უნდა და მინდა რომ მე თავის დროზე ამის შესახებ განვაცხადე, დავწერე კიდევაც, მაგრამ კიდევ ერთხელ და გავიმეოროთ რატომ? იმიტომ რომ ჩვენ სამწუხაროდ მარტო აღწერთ ხოლმე მოვლენების ზედაპირულ და დასკვნების გაკეთება მაინც და მაინც გვეზარება თუ არ გვინდა ხომ ახლა ვიღაცა შეიძლება აკეთებს, მაგრამ მე გულისხმობ ამ შემთხვევაში სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება
ის არსი რა მოხდა, რატომ მოხდა, რისთვის მოხდა რათა თუ ეს არ გაითვალისწინე, წარსული არ გაითვალისწინე, მომავალში სწორნაბის ვერ გადადგავდა და ამიტომ არის რომ რაღაც თითქოს ერთ მოჯადოებულ წრეზე დავდივართ. ეხლა რაც შეეხება კონკრეტულ თემას, ეს რა თქმა უნდა ომი დაიწყო მაშინ ომი იყო, სერიოზული ომი იყო ჩვენი საქართველოსთვის 22 დეკემბერს და დღემდე ვერ გამოვედით ამ მოჯადოებული წრიდან და ისე ჭრილობა ვერ მოვიშუშე. რა თქმა უნდა სამწუხაროდ მარტო ეს სახელმწიფოებრივი გარეგნული იმით კი არა თვითონ მოსახლეობამ და მოქალაქეებმა ვერ მოინელ, ოჯახებმა ვერ მოინელეს. დღემდე მოყვება ეს ჭრილობა და ტკივილი. კონკრეტულად რაც შეეხება, ესე იგი 22-ში დაიწყო ომი, ბრძოლა მთავრობის წინააღმდეგ და მე მაშინ კანონიერად არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ. ასე იყო თუ ისე იყო, ომი დაიწყო. არა აქ ახლა ამას არსებითი რა თქმა უნდა აქ აუცილებლად აქვს, მაგრამ არა, ბანდები არ ებრძოდნენ როგორც ასე. ახლა მე რის მომსწრეცა ვარ, ის მინდა რომ აი რაც მე ჩემი თვალით ვნახე, რაც მე რაშიც მე მონაწილეობა მივიღე, მე მინდა ამის შესახებ მოვუთხრა საზოგადოებასთან და თქვენთან ერთად წარმოვაჩინოთ მზის სინათლეს. 22-ში დაიწყო ომი, მე გახდით მაშინ საპატრიარქოში პატრიარქთან და სამღვდელოების გარკვეული ნაწილი, რომელიც თბილისში მსახურობდით, შევიკრიბეთ, იქ ვიყავით და ეს ძალიან ცუდად მოქმედებდა ჩვენზე, რომ აი ჩვენმა შვილებმა, ჩვენმა სულიერმა შვილებმა დაიწყეს ერთმანეთთან ბრძოლა. ამას მე კიდე ერთი ფაქტს მე ვიტყვი ცოტა მოგვიანებით და მიხვდებით თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეკლესიისთვის საკუთარი შვილების ისე როგორც მშობელისთვის ძალიან ძნელი და ცუდია, როდესაც მისი ხორციელი შვილები ჩხუბობენ, რაღაცა ვერ გაიგეს, რაღაცა ვერ გაიყვეს და ზუსტად ასეთი სიტუაცია იყო. ახლა კონკრეტულად პატრიარქმა გადაწყვიტა რომ რა გავაკეთოთ ჩვენ. ეს კითხვა დაისვა, რა უნდა გავაკეთოთ. ეს რომელიც შეხება თუ შეგიძლია. ეს არის 22-ში ომი რო დაიწყო პირველივე დღეს. რა გავაკეთოთ და გადაწყდა რომ უნდა ვიღაცა უნდა გააგზავნოს პატრიარქმა პრეზიდენტთან და იგივე შეკითხვა დაუსვას მას. რა ქნას ეკლესიამ, როგორ მოიქცეს რომ იქნებ როგორმე არ წავიდეს ომი შევაჩერო და ლოკალიზაცია მოახდინა. მოხდეს თავიდანვე ამის და ღვთის შეწევნით მოხდა რომ ვინც უნდა გაგზავნილიყო, ერთ-ერთი მედამასახელე პატრიარქმა და მეორე მამა ელიზბარ ოდიშვილი. არა ბოდიშვილი ხდით, მამა დავითი დათუაშვილი, მაშინ ეხლა მეუფე დანიელი, მაშინ არ იყო ეპისკოპოსის ხარისხში და ამისთვის ვემზადებოდით და მომემზადეთ. ჩვენი მომზადება რა იყო, არაფერი, პატრიარქმა წერილი დაწერა. მარტო ჩვენი სიტყვიერი საუბარი კი არ ყოფილიყო ბატონ პრეზიდენტთან, არამედ წერილიც რომ ეს ჩვენ არა ვართ ახლა ვიღაც თვითმარქვია, შეიძლება ვიღაცა შევიდეს და თქვას რომ ეკლესიის სახელით ვიღაცა შევიდა და პატრიარქის სახელით. ამიტომ პატრიარქმა სანამ წერილი ეს დაიწერებოდა, დაიბეჭდებოდა, უკვე შეღამდა, დაღამდა, სიბნელე ჩამოუწყდა და ამ სიბნელეში ჩვენ წავედით მე და მეუფე დანიელი, მაგრამ იმის გამო რომ სიბნელე იყო, მეუფემ და სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ჩვენ ახლა შავი შემოსელი გვაცვია, არ ჩანვართ ვინა ვართ სახეზე და ვერც დაგვინახავე რაღაც მოძრაობა ისვრიან აქეთ-იქით და ვინ ვისროლოს და რასროლოს გაუგებარიყო, ამიტომ გადავწყვიტეთ უკან დავბრუნებულიყავით, სიბნელეში ვეღარ წავედით. ვეღარ რა პროვოცირება რო არ ყოფილიყო ისეთი რაღაცა რომ ახლა ჩვენ გვინდა რომ დავამშვიდოთ ის და კიდე ერთი რაღაც ხერხული მოხდეს და ჩვენც დაგხოცოს ბრმატყვიამ, ესეთი ნამდვილად არ გვინდოდა და არც არავის არ უნდოდა. ამიტომ დაველოდეთ მეორე დღეს გათენებას, გათენდა მეორე დღე და მეუფე დანიელმა სხვა დავალება მიიღო და იგი შეცვალა
ქაშვეთში არის მოძღვარი ელიზბარ ოდიშვილი, მე და ის წავედით უკვე დღე იყო 10 საათი იყო დაახლოებით და ლესელიძის ქუჩიდან ამოვედით და აი ამ თავისუფალ მოშიშულებულ მოედანზე თავისუფლების მოედანზე გავიარეთ არ ელოდა არავინ რომ ჩვენ ორი მღვდელი ასე შუაში მივიდიოდით და მოხდა და გაჩერდნენ სროლაში წვიტეს რომ მივახლოვდით მოსწავლეთა სასახლეს კიდე იმ პერიოდში კიდე გაისროლა ვინ გაისროლა რა გაისროლა არ ვიცოდით და ბოლოს მივედით პარლამენტის შენობასთან აი ჩიტადის ქუჩის სასახლეთან და იქიდან რომელი მხრიდან აი მოსწავლეთა სასახლის მხრიდან იქ შესასვლელია იცით იქიდან შევედით წავყვენ და კარგი დიდი დრო ვიარეთ არ ვიცი სად ვიარეთ მაგრამ მე და მამა ელიზბარი ერთმანეთს უყურებდით და გაოცებულები ვიყავით მე მაშინაც თქვი და კიდე გავიმეორებ რომ აუარებელი ჯარისკაცი დაგვხვდა პარლამენტის შენობაში და ემჩნეოდა რომ ჯარისკაცები ერთი დღის მისულები და ორი დღის არ იქით ალბათ ერთი კვირისა მაინც იყვნენ მინიმუმ იმიტომ რომ უკვე იმდენად იყო დასურილი და ადამიანი როდესაც ოთახში შედის სუფთა მაგრამ იქ თუ ერთი კვირა დაყო უკვე ეს ცოტა მოირევა და სისუფთავის ჰიგიენა აღარ იქნება ისეთი და აშკარად ემჩნეოდა რომ ისინი უკვე იქ დიდი ხანია იყვნენ და ბევრი იყვნენ ძალიან ბევრი და უყურებდის ერთმანეთს და გვიკვირდა რომ აი შემდგენ 3000 იქნება არა მეტი 3000 არა რატო ერთი ჩემი აზრით არ ვიცი მიახლოვებით 10000-მდე ჯარისკაცი ძალიან დიდი ციფრა ძალიან დიდი რიცხვი მე არ ვიცი ხა ვერ ვიტყვი რამდენი იყო მაგრამ ესე იგი თელი 20 წუთი მივიდიოდით ამ პარლამენტის შენობაში ჩავდიოდით სადღაც ჩავედით და სულ ყველგან გაჭედილი იყო ჯარი კარგით ეს შეხვედრაზე რომ ხო ეხლა მივედით ბატონ პრეზიდენტთან შეგვიყვანეს ოთახში ბატონი იყვენ რამდენიმე მისი თანამშრომლები ვინ იყვნენ არ ვიცით ახლა ჩვენ არც გვაინტერესებდა და არც ვიცნობთ მე არ ვიცნობ ყოველ შემთხვევაში და მათ უთხრა რომ თქო დაგტოვოთ და დავრჩით სამნი ბატონი პრეზიდენტი მე და მამა ელიზბარი სამნი არავინ არ არის და ჩვენ მოახსენეთ რომ აი ჩვენ მოვედით იმისთვის რომ ეკლესია რა ქნას გამოსავალის ძიები რომ როგორმე დავაცხროთ ძმათა სისხლის ღორა და არ გაგრძელდეს ეს და იქნება რამე იყოს ამისთვის საჭიროება რა შეგვიძლია ჩვენ დიდხანს დავრჩით 2 საათი თითქმის და განვიხილეთ ყველა ვარიანტი აი რა გავაკეთოთ და მაშინ იყო ესეთი მოვიდეს სამოდელობა და ჩადგეს შუაში იქნებ ამან გააჩეროს ერთი მხარე, მეორე მხარე, მერე სხვა ვარიანტი განვიხილეთ, მერე სხვა ვარიანტი თელი 2 საათი მოვუნდით ამის განხილვას და ბოლოს ბატონი პრეზიდენტი გაჩერდა იმაზე რომ მოდით და ჩადექით და იქნებ როგორმე ამით ეკლესიამ თავისი წვლილი შეიტანოს და გააჩეროს ეს ხალხი რომელიც აი ესე სისხლისკენ და გვედურებისკენ მიაქანებს ქვეყანას. ბოლოს მოვიდა, იქ შემოვიდა ქალბატონი ლელი მოგიხსენებათ, რომ სამაშობდა იმ პერიოდში, როგორც მე არ ვიცოდი, მე შემოვიდა პრეზიდენტის ცოლის და თუ დავაზუსტოთ, ვინ იყო და ის კატეგორიულად მოითხოვდა უჭერდა მხარს ამ იდეას, რომ მივსულიყავით ჩვენ სამოდელოება ალბათ მარტო სამოდელოება რომ რეოლიც და ხალხიც რომ აი ამანს გაეჩერებია უკაცრავად დეტალს დავაზუსტებ რა თუ შეიძლება იმიტომ რომ მნიშვნელოვანია ეს პრეზიდენტის ნებარ თუ შემოვიდა გამოიძახეს არა თვითონ შემოვიდა კარები გააყო შემოვიდა არავისთვის არ დაუძახია არავისთვის არ მიუმართია, არავისთვის არ დაჟდა მოლაპარაკების მაგიდაზე. ვიყავით 3, გავხდით 4. კი ბატონო. და ბოლოს ესე იგი ავდექით და დავემშვიდობეთ და მშვიდობა უსურვეთ და
აი ბოლო მომენტში მოხდა რაღაც სასწაული. მე სიტყვით გამიმიტო რომ ამ სიტყვების დავიწყება შეუძლებელი იყო ჩემთვის. ახლა ჩაგესმეთ. ეხლა ძალიან კარგად მესმის ის სურათიც კარგად მაქვს გონებაში ჩაბეჭდილი. ვაშე ფეხზე ვდგავართ უკვე მაგის ანგლები და არაო. არ მოხვიდეთ, აი მეორე სიტყვა, არ მოხვიდეთ. რატომ იცითო? მე ის ვიციო, რომ ჩვენ არ გესურვით. მე ისიც ვიციო, რომ მეორე მხრიდანაც არ გესურვიანო. მაგრამ მე ის ვიციო, რომ აი ეს ვინც მოაწყო, ისინი გესურვიანო და ამასაც მე დამაბრალებენ. ანუ მესამე მხარეს დაადო ხელი. ესეც აბსტრაქტულად, ხო? აბსტრაქტულად კი არა, ხა მისთვის რეალური იყო, იმან ალბათ იცოდა ვინ იყო, რა იყო. ამის საფუძვლელი ვარ ქონოდა. ყოველ შემთხვევაში იქ არ უთქვა. ასე არა, იქ არ უთქვა ხა გვარდიას სახელი და რამაზე არ ყოფილი ლაპარაკი, მაგრამ მე ერთ ფაქტს ვიტყვა მასთან დაკავშირებით და მივხვდებით, რომ ის მართლა ესე სწორეს მარაუდო. ესე იგი, გავჩით გაუგნებულა ხა მთელი 2 საათი ვილაპარაკეთ ასე და მე ასეთი სიტყვა თქვა. ისევ 180 გრადუსზე ჩამოყვა. ისევ მეორე და მართლაც ეს რომ ასე მომხდარიყო და ჩამდგარიყავით, აი ეს სიტყვები ახდებოდა, აუცილებლად ახდებოდა. ვიღაცა გვესროდა და ეხლა რატო გვესროდა? მე ამ პერიოდში მსახურობდი ანჩისხატის ეკლესიაში. და ანჩისხატის ეკლესიის სამრეკლოზე ზარები ხო და ვეკავდით წირვალოცისთვის და ერთ ზარს, რომელიც ყველაზე კაი ზარი იყო და ძირითადად ხმარებაში იყო, მოწყდა ყუნწი. მოწყდა ყუნწი. ხო, რა ვქნა და მე ახალი ზარი არა, ის უნდა დავამაგროთ როგორმე დავრეკოთ და სტიხაროსან მე ერთ-ერთმა ახლა ის მღვდელი არის, თქვა რომ იცი ავალო და მე გავაკეთებო იმას. ხაჭისხატი მიყრუებულ ადგილზეა, სად პარლამენტის შენობა და სად ულამაზესი ადგილი. კი ბატონო. არც მაღალი არ არის რომ ქალაქის ტერიტორიიდან გამოჩნდეს და ავიდე ესე და აკეთებ და ამ დროს ის ესურიან ესროლეს მას. ესე იგი, სადღაც სნაიპერები ისხდნენ და იმათ შეამჩნიეს ახალი უცხოური ვიღაცა რაღაცა, იმან ხო არ იცის რაზე ავიდა ზარის გასაკეთებლად თუ თოფის ასროლად და ჩამოვარდა შიშით. შრიან სადავიდეო რა ზარი ის ზარი და კიდე კაი სწრაფად მიხვდა ამას და ჩამოვიდა. ხა მე ამას რატო ამბობ რომ იმდენად ორგანიზებული იყო ეს მესამე ძალა. აი სწორედ მაჩვენა იმან რომ ვიღაცები იყო რომლებმაც ეს ყველაფერი მოაწყვეს. სამწუხარო ფაქტია ჩვენი თანამშრომლის ჩვენ მაშინ მანამდე ერთად მუშაობდით და იქ ყავდა ერთი თანამშრომელი და რომელიც რუსთაველზე ცხოვრობდა. პირველი გასროლილი ტყე მოხვდა ამის დედას. დედას? კი. და დაიღუპა ჩვენი თანამშრომლის დედა დაიღუპა 22-ში სადღაც 11-12 საათს. ესე იგი ვინ ვისროდა, რასროდა, როგორ ვიღაცა უნდა მომკვდარიყო და მოარტყეს. რაც მეტი გვამი იქნებოდა, მით უფრო ასე. ასე იყო თუ ისე იყო, მართლა დროთა განმავლობაში რაც უფრო დრო გადის, ბევრ წმუნდები ბატონი ზვიად გამსახურდეს ამ ბრძნულ სიტყვებს. ეს ნამდვილად ბრძნული სიტყვა იყო, რომ კიდე ერთი მხარე რა ჩვენ რის მხარე ვიყავით. ჩვენ გვინდოდა რომ ჩვენი სულიერი შვილებს შორის არ ყოფილიყო ჩხუბი და ომი და სისხლის ზღვრა. ამის მაგალითად გეტყვით. რა თქმა უნდა, ბრელში იყვნენ ზვიადისტები, ვთქვათ, შედავარქვათ და იყვნენ მეორე მხარე. გადატრიალების მხარის. მე როგორც მოძღვარი, როგორც ადამიანს ხედავდი მათ დამოკიდებულებას, რომ ადამიანს რომ ვინც უყვარს და ვინც უნდა ყველთვის მართალი მიაჩნია და ცდილობს რომ დაამტკიცოს თავისი უპირატესობა, რომ აი ის მართალია და ის მტყუანია, ეს ჩვეულებრივი ამბავია. ამაში არაფერი არ არის უცხო და გასაკვირი და ბრევლის ერთი ნაწილი აღმოჩნდა ერთ მხარეს, მეორე ნაწილი მეორე მხარეს, ამათვეუბნები რომ არ ახართ სწორი, ამათვეუბნები რომ არ ახართ სწორი და
რატო უყოთ ჩათვალისწინო რომ შენ რომ მეუბნები ამით რომ სწორი არა ხარ, ესე იგი მეორე მხარეზე ვდგავარ. ავტომატურად. ხო. ამათაც ჩათვალეს რომ მეორე მხარეზე და მოხდა საოცარი რამე. მოვიდნენ გასალახად. ტაძარში. უნდა გამლახო რომ მე მოძღვარი უნდა დაისაჯო. ხო, მათ მხარეზე არა ვარ. და მოხდა სასწაული რა, რომ ორივე მოვიდა ერთდროულად. ორი ჯგუფი, 50 კაცი, აქედან 50 კაცი და რა თქმა უნდა მარტო რომ მოსულიყვანი რა დაუდო რომ უნტკიცე რომ არა იმათ იმტერი არა ვარ და იმათ მოწინააღმდეგის მხარეზე არა ვარ. მაგრამ მოხდა სასწაული შევიმეორებ რომ დაინახეს მათ რომ თუ მაშინ მამაზაქარია ვიყავი მე არც ამათ იმტერი ვარ და არც იმათ იმტერი ვარ. იქვე დარწმუნდნენ რა? იქვე დარწმუნდნენ, ჩემთვის არც უკითხიათ. იმათ იცოდნენ ახლა ვინ ვის მხარეზე იყო და დაინახეს ისინი ამდენი იყვნენ, ესენი ამდენი იყვნენ, მიხვდნენ რომ ესე და მე გავიგებ ესე. იმ დღეს კი ვერ გავიგებ ეს. ერთი კვირის მერე შენ არც გიცი მამა, შენ გადასახავთ მოვედითო ჩვენ ამაში. აღიარეს ახსარებაში მერე და მითხრეს. ესე და მიხვდნენ რომ არ ვიყავი ჩვენ, მხარე არ ვიყავით. ეკლესია არ შეიძლება მხარე ყოფილიყო. და წავიდნენ 7-ად და მიხვდნენ რომ მე არ ვიყავი არც ერთის და არც მეორეს მტერი. მე ბოდიში გადახვევა გავაკეთე, მაგრამ დაუბრუნდები ისე იმას. მოკლედ ფეხზე ამდგრები, გითხრა ბატონო ზვიადმა ესე და ახლა ჩვენ რა უფლება ქონდა ხარ უნდა დავმორჩილებოდით ის რაც გითხრა და ისი იდეაც მას უნდა და რომ ეს ასე ყოფილიყო რა თქმა უნდა პატრიარქის წერილი წაიკითხა მან იგივე რაც ჩვენ უთხარით იგივე ეწერა იქაც და ეს რა თქმა უნდა წერილი დაიტოვა ჩვენ დავემშვიდობეთ და გამოვედით და ისე იმ გზით დავბრუნდით საპატრიარქოში და მოახსენეთ პატრიარქს რომ აი ბატონი ზვიადი ასეთ აუხსენით პატრიარქს რომ ეს იდეები იყო ასე იყო ყველაფერი და ბოლოს უთხრა ესე და კარგი რახან ეგრე უნდა ჩვენს ესე გავაკეთეთ და ხამწუხაროდ იმ პერიოდში ჩვენ ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდით რომ ხალხს რა თქმა უნდა არ უნდა სისხლის არც ერთ მხარეს და არც მეორე მხარეს განსაკუთრებით საერო პირებს და მოქალაქეებს და მრევლებს და ამტყუნებდნენ ხოლმე და ლანძღავდნენ და თათხავდნენ და მაგრამ დიდხანს გაგრძელდა. დიდხანს წლების განმავლობაში გაგრძელდა. წლების განმავლობაში გაგრძელდა. მაგრამ საყრდენლოების რაღაც ნაწილი არა რა არის? გაყვა შემდგომ ზვიად გროზნოში ეს კარგად ვიცით ახლა ეს კონფრონტაციები. კი, თქვენ ძალიან მათ შორის უზენაე საბჭოს წევრიც იყო მამა არჩილი თუ არა მე უფე ის იყო. მახსენდება და მოკლედ მამა კონსტანტინე გაყვა. დიახ. და უზენაე წევრი რო იყო გამახსენდება. არჩილი იყო. არჩილი ცხოვრებაში ასე თქვა ერქვა. მამა არჩილი მინდიაშვილი იყო. მინდიაშვილი ხო? ხო, მაგრამ ის არ წასულა, არ წაყოლი იმას. ამბროსი ქათამაძე. იყო ბევრი ახლა თავისი სიყვარული და პატივისცემას გამოხატავდა. ორიენტაციაც. ხო, რა თქმა უნდა. აქეთაც იყვენ. კი, როგორ არის? იქითაც იყვენ. რა არის იცით? ხშირად ჩვენ უფლება არა გვაქვს ხოლმე სამოდელოებას რომ ჩვენი კერძო აზრი გამოვხატოთ და ვთქვათ, იმიტომ რომ ეს ხშირად იწვევს კონფრონტაციას. ამიტომ თუ ჩვენ ამისგან თავში ვიკავებთ ისე საქმე მოიგებს. კარგით, მაგ თემას გადმოვვალთ შემდგომ განვიხილოთ კიდევ უფრო ესე და მე რომ დავასრულოთ მაინც ეს თემა, იმიტომ რომ მე დღევანდელზე და ხვანდელზე აუცილებლად უნდა ვილაპარაკოთ ახლა გუშინდელია, მაგრამ ახლა სადაც ავართ მოგეხსენება. აი შემდგომში უკვე პატრიარქის აი განცდა მაინტერესებს და მისი შემდგომ ხედვები და მოვლენათა ჭორეტა თუ უთქვია, თუ საქმელია, თუ შეგიძლია თქვენ ესა თქვა. მე ერთი მნიშვნელოვანი. იმიტომ რომ ასევე სამღვდელოება ბუნებრივია რომ ახლა სხვა ინსტიტუტია, მაგრამ ამავდროულად სოციალური ინსტიტუტია და გარდა ამისა მოქალაქეები არიან საქართველოსა და კონსტიტუციაზე, ასე თქვა, ექვემდებარებიან და ასე. პატრიარქი სულ განიცდიდა მას მე ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი უნდა ვთქვა აუცილებლად, იმიტომ რომ ეს საკითხი ამის გარეშე
არ იქნება დახურული და ასე იგი აი ეს ბევრ რამეს ნათელს მოფენს რა თქმა უნდა ამ პერიოდში პატრიარქი სულ მარხულობდა სულ მე მახსოვს რომ 9 რელამდე კი მთელი თავის ცხოვრება პრაქტიკულად სულ მარხულობდა პატრიარქი და განსაკუთრებით ამ პერიოდში და მე როდესაც ცოტა გაიწელეს გაურკვეველი სიტუაცია პრეზიდენტიდან მოვიდა დელეგაცია და მეორე მხრიდანაც მოვიდა დელეგაცია რომ იქნებ ეკლესიასთან ერთად რაღაცა კომპრომისი მოძებნილიყო და ეს რა პერიოდში რომელიც აი ისე იანვარში ხდება ეს ჯერ კიდევ სანამ დასტოვებს ვიადეს სანამ დასტოვებს ვიადი პარლამენტის შენობას მანამდე ხდება ეს და მოკლედ მოდიოდნენ სამჯერ იყო სულ 3 დღის განმავლობაში ზედი იყო ესა ხა იმ საუბარში მე მონაწილეობა არ მიმიღია პატრიარქი იყო და ისინი იყვნენ მაგრამ რაში იყო საქმე ესე იგი რაღაცას ისაუბრებდნენ შეთანხმდებოდნენ რაღაცას და წავიდოდნენ მაგრამ არ ხორციელდებოდა ის რაც შეთანხმდნენ არ გააკეთეს არც ერთმა და არც მეორე ხარ ვინ იყო ან რაზე შეთანხმდნენ არ განახორციელეს ამის დაზუსტება მე არ შემიძლია მაგრამ ზუსტად შემიძლია ვთქვა 3 დღის მერე უთხრა პატრიარქმა ჩვენ გითხრა სამუდელოებას რომელიც ვიყავით მასთან კაცო მოვლენო შეთანხმდებიან რაღაც წავლენ მაინც ისე აკეთებენო და მე უთხრა პატრიარქმა მესამე დღეს რაც მოდიხართ ჩემთანო შეთანხმდებითო და არ მიჯერებთო და არა შევთანხმდებითო და სიტყვას აღარ ასრულებთ მაშინ უკვე მოხვალთო პირდაპირ უთხრა პატრიარქს ახასიათებდა და ახალ დღემდე აი ესე პირდაპირობა ძალიან მარტივად, ლაკონურად, კულტურულად ყველაფერს ღიად და თავისუფლად იცით თქვენ ამის. მე მახსოვს მამაო სანამ ეს დაიწყებოდა საპარლამენტო კომისია იყო პატრიარქის ხელდასმით და 1-2 შეხვედრაც იყო ასე ვთქვათ აი პატრიარქის თანდასწრებით საპატრიარქოში სხვადასხვა მხარე იყო ჩვენ ახლა ცენტრში ვიყავით და მე პატრიარქთან გაიხსნეს ურთიერთობა ჰქონდა თქვენ ვიცით და მივიღეთ მონაწილეობა და ის რომ ეს კონფრონტაცია არ გაღვივებული იყო ეს იყო დაახლოებით ნოემბრის თვეში უფრო დაახლოებით და ზუსტ ციფრს ვერ გეტყვით მაგრამ ნოემბერში რო იყო კარგად მახსოვს და ამის შემდეგ სამწუხაროდ ესკალაცია კიდევ უფრო იმატა და იმატა ამიტომ ეცეთ რა მოდი რა ახლა ორი სიტყვითაც რო იმას ავქნათ იმიტომ რომ ჩემი თხოვნა რომ ერთხელ კიდე თუ კითხვები დაისვა და თუ ამას რომ კიდე ერთხელ მიუბრუნდეთ სიღრმეში იმიტომ რომ ეს ამოუწურავი თემაა რა იმიტომ რომ შემდგომ ზვიადის წასვლა შემდგომ ამათი მოსვლა შემდგომ შევარდნაძის ჩამოსვლა შემდგომ აფხაზეთის ომის სამეგრელოს უბედურობები ეგზეკუცია როგორც ასეთი წარცვა გლეჯა უბედურობა ჩემი თვალით ამაკ ნანახი და ახლა აქ თვითმკვლელეცა ვარ და ასე შემდეგ და ამიტომ ეს ახლა კიდე საგანგებო იმას და გარდა ამისა კიდე მეორეჯერ ზვიადის დაბრუნების შემდეგ როდესაც გროზნოში სამხედრო სცენაში ჩამოვიდა და ეგ სოხუმის დაცემა და ეს ესეთი თემატიკებია რომელიც ამოუწურავია როგორც ასე და ამიტომ ამაზე ჩემი თხოვნა იქნება მე კიდე ხელს რომ მეუბრუნდეთ კი ბატონო რა არის იცით რომ ჩვენ ამ კონფლიქტს სერიოზული კონფლიქტი იყო ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უდგებით როგორც საერო ადამიანებით და როგორც ერთ-ერთ მხარეს შინაგან რომელიღაცა მხარეს დგავარ და რაღაცა მოგწონს რაღაცა არ მოგწონს მაგრამ აი თუ ეკლესიურად შევხედავ და ავინახავთ ძალიან ბევრი სერიოზული შეცდომებს რომ უფლის გზიდან გადავედით აი ეს არის მთელი ტრაგედია ჩვენი ჩვენ გვინდა რომ უფლის ნასწავლ საუკუნეობრივი გამოცდილ გზიდან გადავყო ჩვენი გზა ჩვენ რაღაც ყოველ განსაკუთრებულები გონია რომ აი ჩვენი აზრი ჩვენი სოფხედველობა ჩვენი ფილოსოფია უკეთეს რამეს მოგვიტანს აი ამ პატარა წიგში ეს ფსალმუნები ჩემთვის ბატონო ძალიან კარგად იცით თქვენ ამის შესახებ აქ წერია მე ამას აღვიქო როგორც იცით ცხოვრების ცნობარი სპრავოჩნიკს რო ეწოდა ყველაფერი წერია მე ვერ ვნახე ერთ-ერთი საკითხი
რომ ამაში აქ არ ხო და რა გვინდა ახალი გამოჩენა ის რაც ჩვენ ვერ გადავწყვიტეთ ვერ მოვერიეთ ვერ გავაკეთეთ ახლა დღესაც ვიმეორებთ რისთვის ვივდით რას ვივდით რა გვინდა აი ერთი პატარა ეს წერია 48 სალმონის მე-11 მუხლი რაჟამს ბრძნე იხილეს ბრძენი სიკვდილად ერთ ბაბად უგუნურ და უცნობი წარწყდე და დაუტევეს უცხოთა სიმდიდრე მათი ესე იგი ბრძნებს რო არაფასებენ სიბრძნეს აქ იგულისხმება ღვთაებრივი სიბრძნე და ადამიანურ სიბრძნეში სისულელეში გადავდივართ და მოვლენო მტრები და ყველაფერს წაიღებ ჩვენ გავარ დღეს ამის წინაშე თქვენ გინდა თანამედროვე სულხან საბას ერთ-ერთი იგავი მამლები წაეკიდნენ ერთმანეთს იმასკენ დაიღალენ და მივიდა მე ძაღლმა და ორივე გადასამცენ აი რის რა გვინდა რომ უკეთესად ვიცხოვროთ კი ბატონო მაგრამ რო იცხოვრო უნდა იშრომოთ ჩვენ შრომა გვეზარება აღარ გვინდა ბოდიში და გავსუხდით და უпроსორად გავზული აი ეგრე კი ესე ამ იმაში რო გადმოვიდეთ რა დღევანდელობაში ახლა ის რა თქვენ გზავნეთ როგორც ასეთი კიდევ ვიმეორებ რომ ეს უნდა გავშალოთ მე შემდგომში მოგიწევთ რა თქმა უნდა ასეთი კითხვები იქნება კიდევ უფრო კონკრეტული იმიტომ მე კიდევ ბევრის თვითხილველი ვარ ბევრის ხარ დავიჩემებ მაგრამ დაგეთახმები მე ამის მოწმე ვარ ყველგან თან აფხაზეთში სამაჩებლოში სამეგრელოში აფხაზეთი რა ვიცი კონკრეტიზაცია უნდა გიყიდე ახლა ეს ყველაფერი რატომ ახლა თუ დავაშავე და ამხელა ცოდვაში ჩავარდი და ამხელა უბედურებაში ახლა უნებრივია თუ მარტო შედეგებს თუ ებრძოლე ეს არაფრის მომტანი არ არის რა დღესაც რასაც უყურებ როგორც ასეთი რასაც უყურებ განსაკუთრებით ხელისუფლების მხრიდან ეს არის ახლა კოშმარზე უარესი ამოსავალი როგორც ასეთი კიდევ მეორე ახლა პირველ მეზეებთან მისვლა არის ხო საჯერო ხო აი გამაუგნა რა ახლა ეს რაც ხდება ახლა გასაგებია ხო ახლა დიდი გეოპოლიტიკური თამაში არის ძალიან დიდი უკვე ეს ხელისუფლება პირდაპირ გეუბნებით თავის თავს არ ეკუთვნეს თორე სხვადასხვა ასე ვთქვათ სპეცსამსახურები თუ ესეთი პროგრამა მართავენ აკვითარებას ხალხი გამოდის გარეთ როგორც ასეთი და ძალიან კარგია რომ ეს ეგრეთ წოდებული ასე ვთქვათ საპარლამენტო ოპოზიცია მეორე და მესამე პლანზე რო გადავიდა როგორც ასეთი რაც უფრო ადრე დარწმუნდება ამაში და ღირებულებებს ამას თვალს გაუსწორეთ, მით უფრო უკეთესი იქნება ყველასთვის და ეს ყველაფერი რისკენ მიყვავს ეცეთ რომ აი ეს ესეთი დაუნდობელი დარბევები ხო? უყურებთ ხო გასა ტელეეკრანია ხო? ეს ხო არ არის რაღაც შუა საუკუნეების, სადაც ყველაფერი ფიქსირდება ხო? ბავშვები ეს ახალგაზრდები ეს 300 კაცზე მეტი არის დასახიჩრებული 30 კაცზე არის სისხლის სამართლის საქმე ბევრი კიდე რაღაც ფულად იმაში არიან სანქციებში დაპატიმრებული დიდითადად ბავშვები აი გამაუგნებელი იყო ნაირა გელაშვილი მოგეხსენებათ ხო თარგმნელი და მწერალი და ასე შემდეგ მე ქალბატონ ნაირას დიდი ხანია ვიცნობ, მაგრამ მასთან ყოველთვის ესეთი ოპოზიციური დამოკიდებულება ჰქონდა რა ერთმანეთთან მიუხედავად იმისა, ახლოს ვიცნობთ ერთმანეთს. მათ შორის ნიშნულოვან საკითხებზე. მათ შორის სამოქალაქო დაპირისპირებაზე, ზოგადის სასწრაფოზე შემდგომ შევარდნაძის ფენომენზე, სხვადასხვა ინსტიტუტების როლზე და ასე შემდეგ. მან გააკეთა ამასთანავე რაღაც მაშა გამოუგნებელი იყო, როდესაც ეს ბავშვების ეს დარბევა და ეს უბედურება ჰეროდეს შეადარა ბიბლიურ პერსონაჟს, როგორც ასეთი. ეს ძალიან ესეთი რაღაცა იყო. რესეპტო თქვათ, ახლა როდესაც უნდა აუხსნათ ხო, მაყურებელს რას ნიშნავს ეს.
როდესაც მაცხოვარი დაიბადა ბოსელში ხო და მოგვები, რომლებიც არაქრისტიანები იყვნენ, ხო? გამოყვან ასე ვთქვათ, ვარსკვლავს, რომელიც რას უნათებდა და მიიყვანა განგებამ მაცხოვრის ასე ვთქვათ და მარიამის დაბადებასთან და რომელიც იშვა და ამის შემდეგ ითქვა, რომ ქვეყანას ხსნელი მოევლინა, როგორც ასეთი, რომელიც კაცობრიობას იქნეს და მომავალი ხელმწიფე იქნება, ხელმწიფე ზეციური და არა პოლიტიკური, მაგრამ ჰეროდამ ეს პოლიტიკაში გამოიტანა და ყველა ის ბავშვი, რომელიც ინტერესებოდა დაბადებული თუ ასე შემდეგ, ბრძანება გასცა და ყველა ამოწყვიტა, როგორც ასეთი. ეს ახლა ძალიან ისეთი რაღაცა არის და შოკის მომგვრელი. მე მაგერად ამ ხელისუფლების მარშა შემეშინდებოდა და რაღაც ესეც სხვანაირად შევხედავდი ამ მოვლენას. მარტო ესეც საკმარისია იმისთვის, რომ კაცი დაფიქრდეს და პირველ მიზეზებთან მივიდეს და გამოსავალი ნახოს. რატო დაემთხვა ჩვენი ეს ისინი ხედვები ერთმანეთს რა წარსულში და დღევანდელობაში, იმიტომ რომ აი ვერაფრით ვერ ვიპოვეთ საშუალო, ასე ვთქვათ, აი შეხების წერტილები, ეროვნული თანხმობის იდეა, ოღონდ კონკრეტული, აბსტრაქტული არა, ახლა აბსტრაქტებს დაუსრულო ერთი თუ ვილაპარაკებ, არ გავჩერდები რა, კონკრეტული ძალიან და ეს იმისი არ იყოს მისაღები, რომ იყოს ორივე, ასე ვთქვათ, მხარისთვის. არა მარტო ორივე მხარისთვის, არამედ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ის ხალხი რომ გამოდის და არც ერთი რომ უნდა და არც მეორე. აი ეს არის de facto როგორც ასეთი რეალობა, როგორც ასეთი და ეს ყველაფერი, მამო, მაინც იცით საიდან მინდა დავიწყო, ხო შეიძლება ერთი ორი სიტყვით რომ ვთქვა 21 წელში რაც მოხდა, ჩემი აზრით, აი იდენტურია რა ზუსტად. 21 წელში, ასე პირველი, ანუ პირველი რესპუბლიკის დაბადება 18 წლის 26 მაისს იყო, ხო? ჩვენ დამოუკიდებლობის აღვადგენეთ 26 მაისს საფუძველზე, აპრილის 31 მარტის რეფერენდუმზე საფუძველზე და დაგვირგვინდა სახელმწიფოების აღდგენის აქტი. ანუ მოხდა დაკარგული დროთა კავშირის ასე ვთქვათ აღდგენა, ხო? და სახელმწიფო მიიღო სახე და იერე, როგორც ასეთი. და მანამდე რა მოხდა? უფრო სწორედ, აი მაშინ იყო 24 წლის აჯანყება და მანამდე პერიოდი, როდესაც რუსებმა დაარღვია საქართველოსთან დადებული ხელშეკრულება და 21 წლის 25 თებერვალს შემოვიდა და ითქვა, რომ საქართველოს ხელისუფლებას არმიას ბრძოლა არ წაუგია. უბრალოდ კარში აღმოჩნდნენ და ამის შემდეგ გადაწყვიტეს, რომ ბრძოლას აზრი არ ჰქონდათ, მათი მთავარი შეცდომა ის იყო, რომ ეს პარტიული და ეს ნომენკლატურული ის ვერ გადაზარდეს სამომულო ომში, ვერ აიყოლეს ასე ვთქვათ ფართოფენენ როგორც ასეთი და ამის შემდეგ წავიდნენ ემიგრაციაში, წავიდნენ ჯერ ქუთაისში, იქიდან ბათუმში, სხვათა შორის კონსტიტუცია არ გაუქმებიათ. კაპიტულაცია არ გამოუცხადებიათ და არც ამგვარად არ გამოუცხადებიათ კაპიტულაცია როგორც ასეთი. შემდგომ რომ მოვიდა ეს ბოლშევიკური, ასე ვთქვათ, წითელი ბოლშევიზმი, ხო, მაგათი იდეა რა იყო? ჩვენ საქართველოს დამოუკიდებლობა კი არ შევაჩერეთ როგორც ასეთი და ჩვენ სუვერენიტეტის დანგრევა კი არ გვინდა, როგორც ასეთი ამბობენ. არამედ პირიქით, სახელმწიფოს განმტკიცება გვინდა 26 მაისს ზეიმობდნენ კიდევაც 2 წლის განმავლობაში. ეს ხო ცხადზე მე არაფერს არ ვიგონებ აბსოლუტურად, არანაირ იმპროვიზაციებს არ ვაწარმოებ. არანაირს. იმპროვიზაციების ადგილი აქ არ არის ამ სტუდიაში. ხელოვნებაში კი ბატონო. მუსიკაში, სპორტში და ასე შემდეგ. ეს რომ მოხდა როგორც ასეთი, ხო, ანუ მათ თქვეს რომ ერთი კლასი შეიცვალა, მეორე ბურჟუაზიული შეიცვალა მოშურგლეხული და ასე შემდეგ და ჩვენ უნდა მის შემდეგ როდესაც ხალხი დაწუნდა იმაში რომ ეს ფარატენა აღარდი იყო, ცარიელი სიტყვები იყო, უფრო მეტის დანაშაულებრივი, როგორც ასეთი და დაიკარგა ტერიტორიები, აზერბაიჯანს გადაეცა, სომხეთს გადაეცა, სოჭარუსეთს გადაეცა, ლენინის და ათათურქის იმის მეშვეობით ჩამოაცილეს, ასე ვთქვათ, ლაზიკა შეიძლება ითქვას, ანუ მუსლიმი მეგრელები რა. მთლიანად ეგენი იყვნენ და ამის შემდეგ როგორც კი დაინახეს ეს და სუვერენიტეტი შეიზღუდა 24 წლის აჯანყება აი ამას ეყრდნობოდა და ამ საფუძველზე იყო რომელიც ჩავარდა
გეთახმებით ეგ ანუ დღეს მამო დაკმე და პარალელი გავავლო რა ზუსტად ერთი და იგივე ეს ხდება სცენარი ერთი და იგივე შეცდომებს ვიმეორებ რა თქმა უნდა ვიმეორებ და რაში ამის მიზეზი რა არის სიით დიახ აი ჩემს პაზარს გეტყვით ჩვენ არასწორად აღვიქვამთ იმ ფილოსოფიურ კატეგორიებს რომელიც როგორც გითხარით უფლის სწავლებაში ჩვენ თავისუფლება არ ვიცით რა არის თავისუფლება არის სულიერი კატეგორია და ჩვენ ფიზიკურ სამყაროში ვეძებთ ამას და ამას ვერ ვიპოვით ვერ ასოდეს ეხლა რო ვთქვა მე რომ აი ეგ ამ სტუდიაში აბა თემზე იქნებ დავიჭირო და ვიპოვოთ მილიონი წელი რო ვეძებოთ ვერ დავიჭერთ იმიტომ რომ აქ არ არის თემს კი ბატონო ხო და ეს სულიერება თუ არ გავიგეთ ღვთისმიერ სწავლება და თავისუფლება არ გავიგე, თავისუფლება არ ნიშნავს იმას, რომ ჩემი თავისუფალი რაღაცა ჩვენ ვიცით ამის შესახებ, მაგრამ საზოგადოება ვერ გაიგო. ფიზიკურად ვეძებთ ამას ჩვენ, არ ვერ ვიპოვით ვერასოდეს. შიომღვიმელზე თავისუფალი კაცი მე არ ვერონებ. მე რა პოსტავა აიღეთ რა, გადასახლებაში იყო პატარა ორმოში იჯდა. მამა გაბრიელი აიღეთ, მანათობელი ადამიანი. პატარა ორმოში იჯდა, მაგრამ ისე თავისუფალი კაცი მე არ მეგულება მსოფლიოში, ხო? თავისუფლება ნიშნავს უპირველეს ყოვლისა შინაგან მდგომარეობას, სულიერ მდგომარეობას, როდესაც ადამიანი უფალთან ყველაზე ახლოს არის მიახლოებული. რაც შეეხება გარეგან თავისუფლებას, რომელიც განუყოფელია ამისგან, ეს არის მოქმედების თავისუფლება, მოქმედების თავისუფლება შეიძლება იყოს სოციალური თავისუფლება არა, კანონით მონიჭებული, უფლის მიერ მონიჭებული. კი მაგრამ პოლიტიკური კი ბატონო, მაგრამ პოლიტიკური თავისუფლება ტერმინი არსებობს მამაო, ეს ხო. პოლიტიკაში ამ შემთხვევაში სოციოლოგიაშიც არსებობს. კი ბატონო, ეკლესიაში არსებობს, მაგრამ შევაჯაროთ მაშინ. კი ბატონო. დიდი განსხვავება ვიპოვით, იმიტომ რომ თავისუფლება, იცი რისუფლება, აი ეკლესიაში კიდევ ვიმეორებ, ეს არის შინაგანი მდგომარეობა. ესე თავისუფლება რას ნიშნავს ეკლესიაში? შენ თავს უფალი განაგებს. არა. აბა რის უფლება მოგანიჭა ღმერთმა. არის რაღაცის უფლებები მოგანიჭა, მაგრამ არის რაღაც უფლებები არ მოუნიჭებია და ეს უნდა გავავლო წითელი ზღვარი, ამ ზღვარს არ გადავიდეს არავინ. და დღეს რა მოხდება თენგიზ ბატონო რომ ეს წითელი ხაზები აიღეს ტაშალეს და ვისაც რას უნდა იმას აკეთებს. ეს არის ქაოსი და აქედან ჩვენ უფრო დაზარალებულები გამოვალთ, ვიდრე თუნდაც 24-ში, ვიდრე იმ 90-იან წლებში და ვიდრე დღევანდელ დღემდე. თუ ჩვენ ამას არ გავითავისებთ და არ მოვალთ ჭკუას და არ დამშვიდდებით, ჩემ შეცდომებს სხვაში კი არ უნდა ვეძებო. დღეს ადამიანები რომ მოდიან ჩემთან ახსარებაზე და საუბარზე სხვის ფიქრებზე ის ასე ფიქრობს, შენ რა იცი რას ფიქრობს კაცო? დაანებე სხვის ფიქრებს, შენი ფიქრებს მოუარე, შენ საქმეს მოუარე, შენი პასუხისმგებლობა. მაგრამ უნდა შენ მამაო, ხაი გაგებით უნდა შეგეკამათო, კი არ გეკამათო, უბრალოდ ჩემ იმას გამოხატავ. რა თქვენ ბრძანებთ? ეს ესმის 1%-საც არა. ამიტომ ჩვენ გეუბნებით ახლა მასები და მასები მომისმინე დემოკრატია არასოდეს არ ყოფილა. არც არასოდეს იქნება ქუჩაში დემოკრატია. დემოკრატია არ ჭირდება ბრძენსა. აი ოჯახში ხო ყველასა გვაქვს ოჯახში. დავსხდეთ და თუ ერთი და იგივე საკითხზე ყველა ოჯახის ყველა წევრი სხვადასხვა აზრი. როგორ შენ გააკეთებ იმას რომ 5 მილიონმა კაცმა ერთნაირად იფიქროს. არა. და როგორ კიდავა დემოკრატია. ამიტომ მოусმინოთ ბრძენს აგრანტე რატო ვიკითხე მე ისა რომ ბრძენს მოусმინოთ. შენ რო გამოიარე ამდენი გამოცდილება, იმა რო გამოიარა, ვინც გამოიარა, ვინც იცის ამასთან ბრძოლა ექიმა თუ არ იცის როგორ ეს არის დიაგნოზ ვერ ასვამენ რა თქმა უნდა უბედურება ამაშია ისე ვიქნებით იქ და მეტი არაფერი რა დაზარალდება მაგრამ მამო კიდე გემეორებთ ამაზე რა თქვენ ბძანეთ და რას თავიდან ბოლომდე გეთახვებით და მაგალითებიც მოვიყვანეთ კაცო ბერ გაბრიელზე დიდი ვინ იყო ხო ამხელა კაცი იყო ინსტიტუტის მიღმაც იყო მოდი პირდაპირ ვთქვა იმდენად დიდი იყო იმდენად დიდი იყო რომ ინსტიტუტის მიღმა იყო და ინსტიტუტს რელიგიურს უჭერდა ესე გაგება როგორც ასეთი მაგრამ როდესაც ჩამოკრა შემდგომ როდესაც დრო მოვიდა და რაღაც ამის შემდეგ მიიღო და დღესაც ეს გარდაცვლილი ადამიანი სასწაულებს ახდენს ვინც საფლავს სახელს და დიდებას მიუახლოვდება ერთ სასწაულს გეტყვი დიახ ერთ სასწაულს გეტყვი და გავუცდები
კაც რომელსაც არავინ არ იცნობდა. ხო არავინ არ იცნობდა სანამ ცოცხალი იყო. ხო? როგორ დაიცვალა რიგები გაღამე. ხო? წინას არ თქვა, ჩემს დაგაცვენებდა თელი საქართველო მოვა. ხო. მისი სიტყვებია, ხო? კი ბატონო. უარ კიდე ხლე ეს შედარება ვისთვის მინდა. კაც რომელსაც თელი მსოფლიო იცნობდა. ბატონო ედვარდ შევარდნაძეს. დაკრძალვაზე რამდენი კაცი მოვიდა იცით? ძალიან ცოტა. ისეც ვინც მოვიდა კიდე დიდი იმით მოვიდა და ანუ მაკაბზე საერთოდ ხსერება ამ დიადებში არ გვიდა მამა. რა არის იცით? აი მაგაშია თელი ღვთის სასწაულები და ძალა და ის რომ გვაჩვენებს ყველაფერს. მაგრამ დასკვნა სწორი უნდა დავაძო თორე თუ სწორი დასკვნას არ გავაკეთებო ის სულ იმას ურწყავს თავს. ერთი და იგივე არაფერი არ მამა რა იცით და კიდე გემეორებთ რა მე ბერი გაბრიელის მერა კოსტავას და ესეთი რჩეული ადამიანები 5-6 საუკუნეში თუ 10-ში ერთხელ იმადებიანო ეს ხო ფაქტია ახლა ბოდიში ვიხდი მე ახლა გამახსენდი ერთი რამის მონსტრი ვარ კიდე და ეს უნდა ვთქვა აუცილებლად ესეც ისტორიას დარჩეს მოგეხსენებათ 88 წელს ნოემბერში შიმშილობა რომ იყო ნოემბრის შიმშილობა პატრიარქთან გახლავართ კაბინეტში და რაღაცას საქმეს საუბრობთ ძალიან მოკლედ მოვიდა ბატონი ზვიადი ბატონი მერაბი და კაბინეტში გაქვთ მახსოვს მომიყევთ თქვენ თანამაქვს მოყოლი და მე მინდა საზოგადოება და 4 ვართ კაბინეტში პატრიარქი ზვიადი მერაბი და მე უწმინდესმა მითხრა რომ იყავი შენ აქ ეთყობა იმიტომ რომ ეს საზოგადოების და რა ვქნათ მოვიდა შეკითხვა გავაგრძელოთ შიმშილობა თუ არ გქონდა ბატონი ზვიადი ითხოვდა რომ აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ იმიტომ რომ საზოგადოება მომზადეს ისეთ იყოს როცა საბჭოთა კავშირის კარგად ვებრძოლოთ პატრიარქმა უთხრა ჩვენ უკვე მივახციეთ ამით შედეგს ამ შიმშილობით საზოგადოება უკვე იკრებაო და ბატონი მერაბიც დათანხმდა ამას რომ იქნებ უკვე დავიშედეს ხდება ნოემბრი ბოლოს არის რა დეკადი და ამ დროს გროხუნი ატყდეს სიონის თანხარი საპატრიარქო და იქ არის იქავართ და ამ დროს გროხუნი და შემოვარდა მდივანი თქვენ კარგად იცნობთ ქალბატონი და შორენა შემოგძანდნენ და თქვენ უწმინდესობა ტანკები და სანაპიროზე სიონის იმაზე ტანკების გროხუნი და პატრიარქი წამოხდა მიხვდა რომ რაღაც არაორდინალურ სიტუაციასთან აქვს საქმე და მივიდა ტელეფონთან და დარეკა თავრობაში რომ რა ხდება რა ტანკები რატომ არის იმიტომ რომ იცის მაგრამ ტანკები ხლა რა მოყვება მაგ ტანკებს და ეს ტანკების ის სხვა ველოსიპედი ხომ არ არის გაიშენა გამოიწვია პატარა ერთი ტანკით რომ გავიდეს თავდაცვის სამინისტროში იციან რომ ამ ტანკმა უნდა გაიაროს ამ გზაზე და ამდენი შევიდეს და რამდენიმე წუთში ჩვენ არ ვიცით რა ხდებოდა და გავარკვევთ და აუცილებლად დაგირეკავთ და მართლაც რამდენიმე წუთში ზარი იყო და თქვენ უწმინდესობა შეეშალათო და სხვაგან მიდიოდეთ და სხვაგან ახლა იყო სუფთა და შეხედა უწმინდესმა ზვიადისაც მერაბისაც და წადით და უცხარით რომ ვამთავრებთ ახლა და ისინი დამშვიდებიან და მართლაც ესე მოხდა. ახლა მე თვითონ დაგლოს დიდი მადლობა. მე ერთი ორ სიტყვას ვიტყვი რომ მოვასწროთ, ახლა მე ჩემი პერსონალური ეს არის ეს გამონათქომა მე ახლა ბუნებრივია ჩემი ხედვები მაქვს კიდევ იმეორებ 1% თუ ულის ხოს მიაპროს რა ჩვენ ვილაპარაკეთ დანარჩენი კაცობრიობისთვის ეს არის ასე თქვა კონსტიტუცია სამართალი დაწერილი როგორც ასეთი და ლეგიტიმაციის ასეთი თავწყარო არის ეს რომელზეც არის შეთანხმებული ხელი აქვს მოწერილი და ყველა ხელისუფალი ვალდებულია დაემორჩილოს ამას ვინც არ ემორჩილება ამას და კიდე აჭარბებს და კიდე ახლა ბავშვების დასახიჩრება და უკიდურებები და რაღაც ამდაგვარი რაღაცები ეს ძალიან ცუდად დამთავრდება მე არ მინდა ჩვენ სერბეთის ის გავიზიაროთ მათ შორის
მილოშევიჩმა რაც გაიზიარა, კარაჯიჩმა რაც გაიზიარა და ასე შემდეგ. ჩვენზე გაცილებით დიდები იყვნენ ეგენი, როგორც ბრძოლის თვალსაზრისით, ისე კიდე სხვა პარამეტრებით, მაგრამ რითიც დაასრულეს, ნახეთ ხო, ქვეყანა რამდენადზელა ასე თქვა დაიშალა, როგორც ასეთი და სხვათაშორის თვითონ სერბებმა ჩააბარეს მარცხაჯულებას ეს ადამიანები. ეს ნიშანდობლები ამად გასაგონებლად ლაპარაკობ და დანარჩენი ახლა ბუნებრივია ეს ბავშვები უნდა გაანთავისუფლონ, მარცხაჯულება რაღაც ელემენტარულად უნდა დაემსგავსოს და ახლა მეც მაგ იდეას უერთდები, რომ ადამიანელი არჩევნები, ასე თქვა, აუცილებელია, როგორც სხვანაირად მე ვერ ხედავ როგორც ასეთი გამოცავას და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შემდგომ უკვე მესამე ძალა დაიბადოს რეალურად, რომელიც მოსყიდვაზე, ხორვაჭრობაზე, შეშინებაზე, შანტაჟზე და რაღაც ფსევდო პოლიტიკურ სოფხედულობაზე ამაღლებული იქნება, როგორც ასეთი და ეს მართლა გამოიყვანს ასე თქვა კრიზისიდან. ეს არის ჩემი სურვილი, ჩემი ხედვა, როგორც ასეთი და დანარჩენი ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ შვიდობა მოიპოვოთ, მაგრამ შვიდობა სამართლიანობის გარეშე არასოდეს არ ყოფილა, როგორც ասეთი. მადლობთ ყურადღებისათვის და ჩვენ შევხვდებით კიდე. ბედნიერ შევახალწეს შესურვებ მადლობა მამაო, და იმედი გამოთქვათ, რომ თქვენი ლოცვა-კურთხევა და თქვენი კეთილი ადამიანებისა ზეგავლენას მოახდენს და შემოატრიალებს, ასე ვთქვათ, ვითარება შემოაბრუნებს. დიდი მადლობა. მადლობა.